სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს სახარებაში ასეთი რამე მოვისმინეთ. უფალი შეგვაგონებს თითოეულ ჩვენთაგანს და გვეუბნება, რომ ხიზლად იყავით. და მაგალითი მოყავს რა. მაგალითად სახლის პატრონმა რომ იცოდესო, რომელ საათზე მოვაო ღამითო, პარავიო, ქურდიო. ხო იფხიზლებდაო და არ დაანებებდაო, რომ თავის სახლი გაექუდათ. ასევე თქვენცო, ხიზლად იყავითო, რომ არ იცითო, ძეკაცისა როდის მოვაო. და ისედაც ჩვენ რა თქმა უნდა ერთი ის რომ არ ვიცით როდის იქნება მეორედ მოსვლის ჟამი, მაგრამ მეორე ის მით უმეტეს არ ვიცით როდის იქნება ჩვენი გარდაცვალების წამი. შეიძლება მეორედ მოსვლის ჟამი ადამიანმა გაიგოს, ყოველ შემთხვევაში მას წინ უძღვის მთელი 3 წელიწად-ნახევარი საყოველთაო განდგომა და ანტიქრისტეს ყოფნა და ამით უეჭველად იცის, რომ იქნება უფლის დაბრუნება, ეს ნაწინასწარმეტყველებია და წმინდა წერილის სიტყვებია და ამას როგორც სიტყვია წყალი არ გაუვა. და სახარებაში წერია, რომ აქ დაწერილი ერთი სიტყვა, ერთი ასო არ შეიძლება ისე რომ არ ახსრულდეს. და ამით გაიგებს ადამიანი, რომ ეხლა მოდის ქრისტეს მეორე დაბრუნების ჟამი, მაგრამ ხო ძალიან თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია ადამიანმა რომ იცოდა რომ უნდა აი ამ დღეს გარდაცვლილიყო. წმინდათა ცხოვრებაში არის ისეთი. ხო რა იცოდა რომ აი ამ დღეს უნდა გარდაცვლილიყო. თუმცა ღმერთმა ყველას არ გამოუცხადა ეს. იმიტომ რომ ადამიანი ამას ყველა ვერ დაიდევს. ან არასწორად გამოიყენებს ამას. სიტყვაზე ვამბობ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა რომ უნდა გარდაიცვალოს 100 წლის ასაკში, ჯერ წარმოიდგინეთ, გაურკვეველია ჩვენთვის გარდაცვალების ჟამი და მაინც ადამიანი როგორ შემთხვევაში უღირსად ცხოვრობს, ხო? და სულ არ ფიქრობს გარდაცვალებას და მით და ეს მაშინ, როდესაც ყოველ წამში ჩასაფრებულია გარდაცვალება. მაგრამ იცოდეს რომ 100 წლის შემდეგ იქნება უეჭველად, გარანტირებულად ეს ეცოდინება, მაშინ რაღა შეაკავებს მართლაცემის გზაზე, ხო, ერთ-ერთი მუხრუჭი ესეც არის. მეორე მხრივ თუ ადამიანს ეცოდინება რომ ერთ კვირაში უნდა გარდაიცვალოს, ანუ ის ერთი კვირის შემდეგ კი არ გარდაიცვალა, ფაქტიურად ამას როცა გაიგებს, მაშინ არის მკვდარი უკვე რა. რომ იცოდე რომ ყველა დღე ესეთი იქნება, ის ისეთი და ამ დღეს უნდა გარდაიცვალო. ანუ იმედი ერთმევა სადღაც ადამიანს, მაგრამ ვისაც დიდი რწმენა ჰქონდა და ვინც ისედაც ხედავდა იქაურ ცხოვრებას და ფიქრობდა იმაზე, მისთვის ეს არ იქნებოდა რთული და ღმერთმა ასეთებს გამოუცხადა. სხვა დანარჩენებს კი ჩვენ ღმერთმა დაგვიფარა ჩვენი გარდაცვალების ჟამი ისიც ჩვენი სულიერი სარგებლის გამო. ყოველ წამიერად ადამიანი მოელოდე ამას, ღმერთთან შეხვედრას. შოთა რუსთაველი ამბობს, ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოელის სიკვდილსა. და ცდება ადამიანი, ვინც თავის მრავალჟამიერ სიცოცხლეს ესე იგი პირდება, როგორც სახარებისეული მდიდარი რო იყო. დააგროვა ძელი ბეღლები დააგრია პატარები, ახლები დიდები ააშენა და თავის სულს ეუბნება, სულო ჩემო, მრავალი სანოაგე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისთვის, ჭამე, შვი და ბედნიერი იყავი. და უფალმა უთხრა, უგუნურო, ამ ღამეს შენ სულს წაიყვანენ და ეგ რაც მოაგროვე ვის დარჩება. რა იყო ამ კაცის შეცდომა? ერთი ის რომ თავის მრავალჟამიერ სიცოცხლეს პირდება და დაიმედებულია რომ ეს ყველაფერი თითქოს მატერიალურზეა დამოკიდებული. და მეორე ის რომ არა ბედნიერებს ადამიანს ჭამა და სმა და შვება და განცხრომა. და მესამე ის რომ ამ კაცს დაავიწყდა გარდაცვალება. ჯერ დაავიწყდა გლახაკები, რომ მათზე არ ფიქრობდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ შეეგროვებინა. და ასევე აი თითოეულ ჩვენთაგანსაც და იმიტომაც გეუბნება უფალი, რომ იყავი იმ კაცისავით, ვინც მოელის, რომ ქურდი მოვა. როგორ ამბობს, აი ღამის 12 საათიან ლოცვაში.
აჰა ესე რა სიძე მოვა შუა ღამესა. რატო ანათქვამი შუა ღამე? იმიტომ რომ ეს გაურკვეველია როდის მოვა. ნეტარ არის იგი რომელიც იპოვოს მღვიძარად. ხოლო აიარს მონისამის რომელი იპოვოს უდებებით. დღევანდელ სახარებაში ეწერა რომ ზოგმა ვიფიქრაო რომ აგვიანებსო ბატონი მოსვლას. აი თქვენ ემსგავსეთო იმანებს რომელიც უფალმა დაადგინა თავის სახლზე და რომ სახურებს თავის დროზე მიხედოს თავის დროზე მოწესრიგებული იყოს და ზოგმა ვინც იფიქრაო რომ აგვიანებსო ჩემი ბატონი მოსვლას. დაიწყო მემთვრალებთან ერთად ჭამასმა და დროის გატარება და მოვიდა ბატონი დაისაჯა ესეთი კაცი. მაგრამ ნეტარია ისო ვისაც უფალი რომ მოვა საქმეში იხილავს. აი ვინც რაზე დაადგინა ამ წუთი სოფელში უფალმა რა ვიღაც ოჯახზე დაადგინა ვიღაც უბანზე დაადგინა ვიღაც სოფელზე ვიღაც ქვეყანაზე და ასე შემდეგ. ხო ვინც რაზე დაადგინა ვიღაცას 1 ტალანტი მისცა ვიღაცას 2 მისცა ვიღაცას 5 მისცა. და ყველას მისცა საშრომი რომ გაამრავლოს და წარუდგინოს ღმერთს. აი 60 ქულოში რა მოიკითხა მე დავითნევ რომ პეტრე მოციქულის სიტყვები არა პავლე მოციქულის მაბადით. ასეთი რამ იყო რომ ესე იგი არა პირველი წაიკითხა პეტრე მოციქულის. ესე იგი ნახეთ როგორ ამბობს ჩვენო უყურებთო არა ხილულსო არამედ უხილავსო. რადგან ეს ხილულიო დროებითია და უხილავე კი არის მარადიული. თუ ჩვენი გარეშე კაცი გაიხსნებაო შინაგანი განახლდება. ადამიანი ზოგჯერ წუხს რა მარხულობდა და ცოტა რაღაცა. შეიძლება გარეგნულად შენი რაღაცა თავშეკავება დაგატყოს. ახლა მით უმეტეს ერში აბა ვინ ჩვენ ახლა ვინ ვართ ისეთი მარხველი და მლოცველი რო არ იქა ჩამოხმეს კაცი მარხვის გამო. იქით ზოგი მარხვაში უფრო იმატებს და ყურს და იმატებს. და ეს სხვა რაღაცა, მაგრამ თუ ადამიანი შენ ხორციელს გაიღებ რაღაც შრომას, დაღლას, სიფხიზლეს, შინაგანი განახლდება. და მაგას ამბობს, რომ ჩვენ ამ ხილულს კი არ უნდა უყუროთ, რაც აქ არის და რაც დროებითია და წარმავალი. არამედ იმ უხილავზე უნდა იფიქროს ადამიანმა, რომელი უხილავიც აუცილებლად დადგება. და ის უხილავი იქნება საბოლოო ჯამში მარადიულობა. და ეს ხილული დროებითია. როგორც აი სიზმრიდან გამოღვიძებული კაცი უკვე იმ სიზმართან კავშირს წყვეტს და ვეღარაფერს ვერ შეცვლის იქ და არც არაფერს არ არგებს ის სიზმარი. ასევე ადამიანი როდესაც გარდაინაცვლებს იმ მარადიულ ყოფაში აქ ორი ამბები მისთვის სიზმარივით დარჩება როგორც დროებით როგორც წამი იმ მარადიულობას და როგორც აი ერთი კოზი წყალი მთელ ოკეანესთან შედარებით. აი მარადიულობასთან შედარებით რამე შეიძლება რამე საზომი ჰქონდეს და საწონი ჰქონდეს მარადიულობასთან რა უნდა შეადაროს სხვა. შეიძლება 100 ლიტრთან რაღაცა შეადარო ერთი ჭიქა წყალი და მაგრამ მარადიულობასთან რა უნდა შეადარო. სულაც 100 წელი რო იცხოვროს კაცი. ამიტომაც აი ჩვენ ვეცადოთ რომ და როგორი უნდა იყოს ის ჩვენი მცდელობა რომ სწორად შეხვდე უფალს. როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა მოემზადო ამისთვის. როგორ და დავით მეფსალმუნე ამბობს, განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენი. ანუ მოვემზადე ამისთვის ღმერთთან შესახვედრად და არ შევძრწუნებულ ვარ. რადგან ღვთისმცნებებით ვიცხოვრებ და სხვადასხვა დავით მეფე გარდაცვალების წინ თავის შვილს სოლომონს სწორედ ამას არიგებს. შვილო, თუ დაიმედებული იქნებიო შენ რაღაცა მატერიალურზე, ის არაფერს არგებას არ მოგიტანს, მაგრამ თუ ღვთისმცნებებით იცხოვრებ, მოულოდნელი არაფერი შეგემთხვევა და ეს იქნება შენთვის ძალა. მოულოდნელი არაფერი და ეს არის ღვთისმცნებით იცხოვრ, ამაზე უკეთესი მომზადება არ არსებობს. დღეს არის ხსენება წმინდა მატათა მოციქულისა. თქვენ იცით რომ უფალმა 12 მოწაფე გამოარჩია. ერთ-ერთი მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელი, რომელმაც ვერცხლის მოყარების გამო, რომელიც დღეს ესე ძალიან არის გამეფებული ვერცხლის მოყარება და ფულის გამო ადამიანმა შეიძლება
კიდევაც დაჩაგროს, კიდევაც მოკლას, კიდევაც გარიყოს თუ კიდევაც 1000 გვარი ბოროტებაში ამთხვიოს მეორე ადამიანს. ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად, ესე იგი. ახლა ირიბად რას ვამბობ? დავუშვათ ადამიანი, აი სიტყვაზე ვამბობ, აი აფთიაქში მუშაობ. მოვიდა მოხუცი საწყალი ადამიანი, რომელმაც ძლივ შეაგროვა, რაღაცა უნდა წამალი იყიდოს და შენ იმას კი არ მისცემ, რაც უკეთესია და რასაც მართლა სინდისი გეუბნება, რომ ეს ამას ესჭირდება. არამედ იმას მისცემ, საიდანაც პროცენტები მეტი დაგერიცხებ. ხოლო ეს უბედურებაა, მარტო აფთიაქში კი არა, ყველგან. ხოლო ამიტომ ვამბობ, ესე იგი ეს ვერცხლის მოყარეობა არის გამეფებული და აი ამ ვერცხლის მოყარეობის სცენის გამო იუდამ თავისი მოძღვარი გაყიდა. როდესაც იუდამ თავი ჩამოიხრჩა, მოციქულები 11-ნიღა დარჩნენ. ადგა ერთ-ერთი შეკრების დროს პეტრე მოციქული და უფალს ასეთი სიტყვებით მიმართავს, რომ უფალო, ყოველთა გულთა მხილავო, ყველას გული იცის ღმერთი. რადგანო 12 ყავდაო გამორჩეული და უფლის ნება იყო, რომ 12 უნდა ყოფილიყო და იუდა გავიდაო, დაკარგა თავისი წილიო და წავიდა იქ, სადაც საჭირო იყო. საჭირო რა, სადაც თავისი ცხოვრების წესით თავის ადგილზე მივიდა. ეხლა რომელიც გამორჩეული ყავს, то გამოგიჩინა ჩვენ და კენჭი ყარის. ანუ ამ მოციქულებმა თვითონ კი არ გამოარჩიეს მე-12 და კი არ შეავსეს რიცხვი. არამედ უფალს მიმართეს, უფალო, შენ ვინც ყავს გამორჩეული, გამოგიჩინე რაღაცა გზით და კენჭი ყარის ორ ადამიანს შორის ეს იყო მატათა და იოსტოსი, როგორც ეს მედავითნებად წაიკითხა და ანუ ესენი იყვნენ ის ორი ადამიანი, ვინც უფლის ნათლისღებიდან უფლის ჯვარცმამდე მასთან ერთად იყო და ასეთი ორი ადამიანი იყო და ამ ორიდან გამოირჩა მატათა, რომელმაც ასევე საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა. მართლომე მოციქულთან ერთად, სიმონ კანანელთან ერთად, ანდრია პირველწოდებულთან და ისე რომ აქაც ნახეთ ამ წუთის ოფეში, ესეც მუდმივი არ არის. იუდა კი გამოირჩია უფალმა, მაგრამ იუდა რომ არ აღმოჩნდა ღირსი ამ მსახურებისა, ის მას ჩამოერთვა და სხვას გადაეცა. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ იმ მცირედში ერთგული, რაც ღმერთმა მოგვანდო. და ღმერთი მეც მოგანდოთ. თუ არადა, ამ წუთის ოფეში ყველას შემცვლელი გამოიძებნება. აი ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მე რო არ ყოფილიყავი, აი საქმეს ვინ გააკეთებდა, შენ რო არ ყოფილიყავი, სხვა გააკეთებდა. ძალიან მარტივი ამბავი. ერთადერთი ღმერთის შემცვლელი არ არსებობს ამ სამყაროში. ისიც მოინდომებენ, ანტიქრისტე მოიყვანონ თითქოს ღმერთის შემცვლელი, მაგრამ ის ღმერთს ვერ შეცვლის. ისე რომ აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ვიყოთ იმ საქმის ერთგული, რაც უფალმა მოგვანდა. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ. მშვიდობის დილა